მეგობრებო, საერთო გაშლილმა შემოგთავაზოთ ახლა ესეთი თემა იქნება, რამდენად სანდო არის თქვენი პიროვნება, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, პარტნიორი, საყვარელი ადამიანი, არ ვიცი ვისთვის რა, ჩაიფიქრეთ მოკლედ თქვენი პიროვნება, თქვენი თავი და თქვენ სიტუაციაზე იფიქრეთ და ჩავამატებ, რომ ტელეგრამი გავაუქმე პირადი გაშლებისთვის, პირადი გაშლები ვისაც გწურს პირდაპირ აქ მომწერეთ პირადში და პირდაპირ საქმეზე მომწერეთ. გამარჯობით ვინც იწყებთ, ყველას იმდენი გამარჯობაა, ვერ გიპასუხებთ მაპატიეთ. პირდაპირ საქმეზე მომწერეთ და გიპასუხებთ სად როგორ რანაირად გაგიკეთებთ პირად გაშლებს. რაც შეეხება ამას, იმისთვის რომ გაიგოთ რამდენად თქვენია ეს გაშლა და მოწონებები ძალიან გთხოვთ, ნუ გეზარებათ ხოლმე, გააქტიურდით, გააზიარეთ, დაალაიკეთ, დააკომენტარეთ. თუ ეს კონკრეტული გაშლა დაემთხვევა, გადმოდით ჩემ გვერდზე და არჩიეთ თქვენთვის სასურველი თემატიკა. რა ენერგიებში ხართ ეხლა, რა ხდება თქვენ ურთიერთობაში, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია კონკრეტულად ეს გაშლა. რა ხდება ეხლა თქვენ ურთიერთობაში? ცოტა რთულ გზას გადიხართ ურთიერთობის საჩვენებენ, რომ რაღაცა თითქოს პასუხისმგებლობა ისედაც რთული თქვენ კისერზე, თქვენ ზურგზე მოკიდებული გაქვთ რაღაცა ოჯახის წინაშე, არ ვიცი, ვალდებულებები, ფინანსური მხარის, რომელიც რთულ ვითარებაში ცოტა ფსიქოლოგიურად გაყენებთ და გირთულებთ, ასე ვთქვათ, იმ სიამოვნების შეგრძნებას, რომელსაც ამ ურთიერთობიდან ღებულობთ, ან რაღაცა ზედმეტი კიდევ პასუხისმგებლობებია, გადასატანი, ასე ვთქვათ, პრობლემებია გადასატანი ამ ურთიერთობაში, რაც ცოტა არ იყოს ამუქებს სიტუაციას და ბოლომდე იმ სიამოვნებით ვერ შეიგრძნობთ, რაც გინდათ, მაგრამ ტრიფლეტი გვაქვს ძალიან სასიამოვნო, ესე ამოვიდა 2009 ჯეზლი და მაღალი არკანი შეყვარებულები. მე-6 მაღალი არკანი არის ესეთი ამ კოლოდაში. ურთიერთობაში არის ვიტყოდი ორმხრივი, როგორც მინიმუმ, ორმხრივი ემოციური ფონი, რომელსაც ერთმანეთს უნაწილებთ, აი ესე როგორც თასიდან გადმოსული სიამოვნების და ემოციების თასი თქვენი გულწრფელია ეს ურთიერთობა ორივე მხრიდან, სამყაროს აზრით და ეს არ არის მხოლოდ თქვენი აზრი, ამას ვიტყვი, ეს არის იდენტიფიკაცია ენერგეტიკული, რომ გულწრფელად სურვილი გაქვთ ერთმანეთს ხელი ჩაჭიდოთ, ასე ერთად მოკლედ გაიტანოთ და გაწიოთ ეს ცხოვრების ჭაპანი, ცხოვრებისეული თავის პრობლემებით, თავის სიურპრიზებით, კარგი და ცუდით გაუგოთ ერთმანეთს ემოციურად. თუმცა რაღაცა სიტუაციაში შეიძლება გიწევდეთ თქვენი პოზიციის დაცვაც, ხრიან შეიძლება ეს არის ადამიანი, რომელიც რაღაცა საკუთარ პრინციპებს და პოზიციას იცავს და ესეთი ალამივით ჟეზლი აქვს ანთებული, რომ აი მე ესე მინდა და ჩემი პოზიცია ესეთია, რაღაცნაირად თქვენ პრინციპს იცავთ, თქვენ ხასიათის, არ ვიცი, რაღაცა შტრიხებს იცავთ, რაღაცას რეზონირებთ ყოველ შემთხვევაში ურთიერთობაში, რომ აი მე ესე მინდა და ესე არ მოიქცე, ანუ ესე თუ იზავ მეწყინება, ან რაღაც სიტუაცია გაქვთ ისეთი, სადაც თქვენი პრინციპის და თქვენი თავის, ასე ვთქვათ, დამცველად გამოდიხართ ამ სიტუაციაში. მაღალი არკანი მე-6, რომელიც შეყვარებულები, როგორც გითხარით, არის, წარმოაჩენს კარმულ თქვენ პარტნიორს, თქვენ პიროვნებას. კარმული არ ნიშნავს აუცილებლად, რომ თქვენი მეუღლეა უკვე, ან მეუღლე იქნება. ასევე შეიძლება იყოს ის, რომ ადამიანი არის სწორედ იმისთვის მოვლენილი თქვენ ცხოვრებაში კონკრეტულად ახლა, რომ ბევრი რაღაცა გასწავლოთ, ბევრი რაღაცის დამხმარედ გამოდგეს თქვენთვის, ასევე თქვენ მისთვის, კონკრეტულად ორივე მხრიდან საჭიროების მიზნით შეგახვედრათ მაღალმა ძალებმა ერთმანეთს. გოგონას შესაძლებელია უყვარდეს და ჰქონდეს ტატუები, განსაკუთრებით ხელების ტერიტორიაზე, ცოტა არ იყოს დამაფიქრა ამ გაშლამ, რომ რაღაცა ნაწილი ჩემზეც ხო არ არის ეს ამ გაშლის.
კაი, გავიაროთ. ბიჭი ძალიან ემოციურად და ძალიან ისე აღიქვამს, მართლა კარმულად აღიქვამს ამ პიროვნებას, რომელმაც მის გაცნობამდე და მისი გაცნობის შემდეგ სრულიად ასე ვთქვათ, ამოატრიალა მისი ცხოვრებისეული რიტმი, მისი შეხედულებები დედრებთან მიმართებაში იქნება თუ საერთოდ როგორც ურთიერთობის მხრივ ბევრ რაღაცას სხვანაირად უყურებდა ქალის და მამაკაცის ურთიერთობას და ბევრ რაღაცაზე ამ გოგონამ კონკრეტულად ძალიან სხვანაირად აუხილა თვალი და კმაყოფილია მამაკაცია ის დნება რო უყურებს ქალს შეხედეთ დნება მისი სილამაზით, მისი ორიგინალურობით, მისი ემოციური ფონით, იმ ფონით, რასაც ამ გოგონას გვერდზე შეიგრძნობს, კმაყოფილების შეგრძნება აქვს, ასე ვთქვათ. ნუ თუ ხვდებით, რომ ასე თუ ისე თქვენზე გაშლა უყურეთ მაშინ და გავიგოთ რამდენად სანდოა ეს პიროვნება. თუმცა აი ეს სამყაროსეული იდენტიფიკაციით უკვე პრინციპში ცნობილია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ხართ ერთმანეთისთვის, გამოვა საბოლოოდ თქვენი სამუდამოდ ერთად შერწყმა, როგორც მაღალ ეტაპზე გადასვლით ოჯახის შექმნა იქნება, ეს თუ შვილების ყოლა იქნება, თუ ყველას თქვენი გაქვთ ბევრი უყურებთ, უკვე ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებად აჩვენებს სამყარო ამ ადამიანის თქვენ ცხოვრებაში. გაშლა არის ორივე სქესისთვის შეგახსენებთ, მამაკაცებმა თქვენ თავზე მოიგეთ ხოლმე ეს გაშლები და გავიგოთ რამდენად სანდოა ეხლა ამ მომენტისთვის თქვენთან, რასაც საუბრობს, როგორც იქცევა, რამდენად გულწრფელია ის ყველაფერი, რასაც სინამდვილეში განიცდის. ვარსკვლავი ამოდის 5-იან ხმალი და მეფე ჟეზლის არის ძალიან ტემპერამენტი და ცეცხლოვანი, შესაძლებელია თქვენი პარტნიორი წარმოადგენდეს ცეცხლის სტიქიას. ცეცხლის სტიქია გეტყვით რომ არის ვერძი ლომი და მშვილდოსანი, მაგრამ აუცილებელი ყველასთვის არ არის, ძალიან ტემპერამენტიანია, ზეტემპერამენტიანი ჟეზლის მეფე არის ვენებს სუსაქმიანობაშია, უყვარს ძალიან მიდი-მოდი რეჟიმი და ვერ დაასვენებ რაღაცა ცოტა შავი ფიქრები აქვს თქვენთან მიმართებაში, შიშები აქვს თუ რაღაცა ვიღაცა თავში კოდალასავით რაღაცას პრობლემა ტურს უბურღავს ტვინს, ასე ვიტყოდი და ამასთან დაკავშირებით ცოტა გადაღლილია აი ამ ტვინის ბურღვებისგან, არ ვიცი მესამე მხარე არის თუ არ არის თქვენ ურთიერთობაში კონკრეტულად ამ ადამიანის მხრიდან, თუ ეს იქნება მისი ოჯახის წევრები და პრობლემა რაღაცის მოგვარების, ფინანსური მხარის მოგვარების, რაღაცა პატარა შელაპარაკება მოგიხდათ 5-იან ხმალით, შესაძლებელია პატარა კონფლიქტური სიტუაცია, რომელსაც აჩვენებს ახლა კარტი თქვენთან ურთიერთობაში, რაც თავის ტკივილს მართებს, რაც ცოტა არ იყოს არ სიამოვნებს მას, არც ერთ მხარეს არ სიამოვნებს 5-იან ხმალისას. მოკლედ ვაგრძელებ, რაღაცა პატარა პრობლემა, შეკონფლიქტება მოხდა თქვენ ურთიერთობაში, რასაც აჩვენებს, ან თუ არ მომხდარა, ელოდეთ რომ უახლოეს პერიოდში ერთმანეთს სიტყვაზე გამოეკიდებით და ვერ გაუგებთ რაღაცნაირად სიტუაციურად, არ ვიცი, ენერგეტიკა იქნება დღის ასეთი თუ დაბნელების პერიოდია და ახვალ იცით რომ მზის დაბნელებაა და გისურვებთ რომ ახალი სასიამოვნო ყველაფერი წარმატებით მოეტანოს ამ დაბნელებას თქვენთვის კონკრეტულად, ვის რა სფეროში გაქვთ, აჩვენებენ რომ ცოტა არ იყოს თქვენი ურთიერთობა გადასულია ინტერნეტ ურთიერთობაზე. გადასული იქნება რაღაც პერიოდი ცოტა ანუ პერსპექტივის მხრივ შეიძლება ტერიტორიული სიშორის გულისთვის მოხდეს ასე რომ ვარსკვლავს მიჩვენებენ არის მე-17 მაღალი არკანი შესაძლებელია თქვენ ჰოროსკოპს წარმოადგენდეს ვარსკვლავი არის მერწყულების კარტი როგორც იცით უკვე ჩემო გამომწერებმა შესაძლებელია სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი და ამ სოციალურ ქსელში ჭკვიალა ესეთი ვარსკვლავი ბრძანდებით ამას აღარ ჩამოთვლი ახლა ვიდეოს დროს რო არ შემცირდეს ცოტა გაციებულივით იქნება რაღაც პერიოდი თქვენ ურთიერთობაში და აი ამ კონფლიქტიდან გამომდინარე სავარაუდოდ მოხდა ეს ყველაფერი და ცოტა არ იყოს სიტუაცია იქნება ისეთი რომ რაღაც პერიოდი მარტო მაღალი არკანი, მე-9 მაღალი არკანია ჩელნიკით შეიძლება მოგიწევთ დაფიქრება ამ ურთიერთობაზე, გჭირდებათ არ გჭირდებათ ეს პარტნიორი, ესეთი ურთიერთობა საერთოდ სადაც შეიძლება რაღაცა პერიოდი შიშებისგან და პრობლემებისგან ურთიერთობაში გამოსავალს ვერ ხედავთ და
ბევრად შებოჭილი გრძნობთ თქვენ თავს ამ ურთიერთობაში, მაგრამ თქვენი ემოციური ფონი და მაღალი არკანი, მეორე მაღალი არკანი ქურუმი ქალით გეტყვით, რომ ძალიან კარგი ემოციური, ემპათიური შეგრძნებები გაქვთ ამ ყველაფერს მიხვდებით, რომ ჩადებული ემოცია და თესლი, რომელსაც ჩადებთ ურთიერთობაში, აღმოცენდება და ამ ყველაფერს დრო ჭირდება, რომ გადაიზარდოს და გადავიდეს მაღალ ეტაპზე თქვენი ურთიერთობა. გულწრფელია გულის ტკივილიც, მაგრამ დაელოდეთ.